თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების სამხრეთ კავკასიურ ფესტივალს მასპინძლობს თბილისი. ფესტივალის პირველი ნაწილი 2-დან 9 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. წარმოდგენებში ქართველი ქორეოგრაფების გარდა მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი მოცეკვავეები. მათი ნაწილი საქართველოში უკვე ჩამოვიდა. ფესტივალის ძირითად პროგრამას სამეფო უბნის თეატრი უმასპინძლებს. ორგანიზატორებს შორის არიან შვეიცარიის განვითარების სააგენტო და დედაქალაქის მერია. ფესტივალი 18 გრძელდება, მაგრამ დაყოფილია რამდენიმე ღონისძიებად. პირველი არის თანამედროვე ცეკვის წარმოდგენები და ექსპერიმენტულ ხელოვნების ნაწილში გრაფიტის ფესტივალი. ქართული, სომხური, აზერბაიჯანული დასები 2 ივნის ერთად იცეკვებენ სამეფო უბნის თეატრში, ხოლო საღამოს ბოლოს თანამედროვე კლასიკას შეასრულებს ნინო ჟვანია. იმედი გვაქვს, ფესტივალი ხელს შეუწყობს თანამედროვე ცეკვის, თანამედროვე ბალეტის განვითარებას საქართველოში. ძალიან საინტერესო მასტერკლასები ჩატარდება ამ თემასთან მიმართებაში. ექსპერიმენტული თანამედროვე ხელოვნების ფესტივალია და ბუნებრივია ყველაფერი იტრიალებს ამის ირგვლივ. Очень рада, что მოხარული ვარ, რომ ამ ფესტივალისთვის მომიწვიეს ქორეოგრაფიული ნომერი, რომელიც სომხეთიდან ჩამოვიტანეთ სპეციალურად ამ ფესტივალისთვის შეიქმნა. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ორგანიზატორებს ამ ინიციატივისთვის, რადგან სომხეთში ნაკლებად არის განვითარებული მოდერნისტული ქორეოგრაფია და ვფიქრობ, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.